მტკიცებულებების არარსებობის არგუმენტით ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დგებუაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მაკალაშხია გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში მაგაგისმეთ. საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებებისა და მოწმის ჩვენების არათანმიმდევრულობის გამო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის დავით გედენიძის მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტა. საუბარია 4 ნოემბერს მარი ბროსეს ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით მოწმის სახით იყო დაბარებული. დღეს უშუალოდ ის სამართალდამცავი, რომელიც მონაწილეობდა დაკავების პროცესში, როგორც მან სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, დავით გედენიძე მათ ხელს უშლიდა ჩხრეკის პროცესში და ასევე აყენებდა სამართალდამცავებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე მოპასუხე მხარე დღეს ხდომაზე ითხოვდა, რომ დავით გედენიძისთვის გამოყენებული ყოფილიყო ადმინისტრაციული პატიმრობა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მის მიმართ დავით გედენიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდა. ამ გადაწყვეტილებას მოსამართლით ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ დარბაზში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, დავით გედენიძის მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები. ჩემთან ერთად ვის დააკავეს იმ დღეს, ყველას მიუსაჯეს შიდა პატიმრობა. ჩემი სასამართლოც უკვე ორჯერ გადაიდო სხვადასხვა მიზეზების გამო და მოწმეების ჩვენებები იმდენად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, რომ მოსამართლემ მიიღო სრული გადაწყვეტილება და გაამართლა აფსებაში. მოწმეთა ჩვენებები იყო არათანმიმდევრული, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზეირა მოწმეთა ჩვენებები, რადგან ისინი ერთმანეთს საწინააღმდეგო იყო და მიიღო ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდამცავების საქმის წარმოება შეწყვიტა დავით გედენიძის მიმართ და გაამართლა ის იმ ქმედებაში, რასაც მას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ედავებოდა. არ არსებობდა საფუძველი და მტკიცებულება, რის გამოც არამც თუნდა დაკავებულიყო დავით გედენიძე, არამედ საერთოდ რაიმე წარმოება უნდა გაგრძელებულიყო ამ ადმინისტრაციული საქმის, ამიტომ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი ოჯახიდან აქ დამსწრე მამას, ბესო გედენიძეს მეორე შვილიც არ დაატუსაღა. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მარი ბროსეს ქუჩაზე დაკავებული სულ ადმინისტრაციული წესით 5 პირი იყო, აქედან 4-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც უკვე გითხარით, დავით გედენიძე მოსამართლემ დავით გედენიძის მიმართ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მადლობა, ეს მაკალაშხია იყო.